მოკლედ იმ დროს, როდესაც ოზურგეთის 75%-ში საერთოდ გზა არ არის სოფლებში და სასწრაფოს მისვლა არის პრობლემა, ახლა საერთოდ მთელი ქალაქი არის გადათხილი. ეს არის კონკრეტულად ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, სადაც მდებარეობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, ამ შენობიდან ხდება ერთ-ერთი ფუნქცია არის მისი, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდეს დროულად პაციენტთან. და აი ეს ქუჩაც როგორ მდგომარეობაშია, თან დაურთავ კადრებს, თან ლაივში გაჩვენებთ, რომ ორივე მიმართულებით, კიდ იქეთ მხარეს რო წავიდეს სასწრაფოს მანქანა და კიდ აი აქეთ მხარეს რო წავიდეს, როგორი გზის გავლა უწევს სასწრაფო დახმარების მანქანას. გადაადგილება ფაქტობრივად არის შეუძლებელი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვურთავ ამ ვიდეოსთან. რაღაც მილები რო გაყავთ ხან წყლის, ხან გაზის, ვითომ რეალურად ამ დროს ყველა მეორე ადამიანს წყალი არ აქვს ოზურგეთში, მაგრამ აი ეს რაც რჩება, ამას ესე ტოვებენ. ან თვითონ კომპანიას შემსრულებელს რო ჩაუდოთ ხელშეკრულებაში, ან თქვენ რომ მიადევნოთ ახალი ხელშეკრულება, რომ გააკეთოთ, რომ ესე არ იყოს, ოღონდ ხარ გგონიათ რომ მე ახალგაკეთებულ რაღაცაზე ვსაუბრობ. თვეებია ეს მდგომარეობა არის მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. მთელი ქალაქი, გარდა იმისა, რომ მანქანების გადაადგილების პრობლემა, ადამიანების, ფეხით მოსიარებული ადამიანებისთვის გზა აღარ დარჩა საერთოდ და აღარ დატოვეს. მაგრამ ვის ადარდებს ხო რეალურად ეს ყველაფერი, რეალურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს, აი ვის ადარდებს. თვითონ მაღალი სტანდარტების მანქანებით დადიან ალბათ და ვერ გრძნობენ ამ ყველაფერს, ან საერთოდ არ დადიან, იმიტომ რომ ჩვენ ოზურგეთის მერი კი არა, თბილისელი მერი გყავს რატომღაც და იმ ყველაფრის ფონზე, რაც გაჩვენეთ უკვე და რა მდგომარეობაშიც არის ქალაქი, ეხლა უნდა გაჩვენოთ ოზურგეთის მერის პირადი ავტოპარკი. ხვარი ქალაქი არის გადათხრილი და სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ გადაადგილდებიან. ამ დროს ოზურგეთის მერი როგორი ცინიკოსი უნდა იყო ადამიანი, რომ აი ესენი უყევიან, რომ ადამიანებს აჩვენებს, რომ აი როგორი ეკონომიური ადამიანია, როგორი ეკომეგობრული ქალაქი აქვს და ამ დროს, გარდა იმისა, რომ აქვს საკვების პრობლემა აქვს ადამიანებს, ამ დროს ოზურგეთის მერს ერთი მანქანა ადგილზე არ არის, ახლა ერთი მანქანა სავარაუდოდ საყვანილია. ეს არის მისი ორი მანქანა, მაგრამ გარდა ამისა, ეს არის ელექტრომობილები, რომელიც ადამიანებისთვის თვალების ასახვევად აქვს. რაც უმეკითხა მინდოდა ბატონი ავთოსთვის, რომ აი როგორ წარმოიდგენთ, რომ სოფელ შრომაში მიდიხართ, აი ამ მანქანით, აი ნარუჯაში მიდიხართ, თისპირში, ასკანაში, თუნდაც ბავშვი, როგორ წარმოსადგენია, მაგრამ აი ახლა რეალობა არის, როდესაც ქალაქის ტერიტორიაზეც კი ვეღარ გადაადგილდებიან და მილიონებს რო პარავენ ადამიანებს, ეს ხომ არაერთი ფაქტი გვიჩვენებია ამისი, მაგრამ როგორი ცინიკოსი უნდა იყო ადამიანი, როდესაც რეალურად ქალაქის ტერიტორიაზე, სასწრაფოც კი რო ვერ გადაადგილდება და ამ დროს აი ესეთი მანქანებს რო დაუყენებ ადამიანებს, რომ თვალები რო აუხვიო და რომ მოატყვილო ადამიანს.